ძვირადღირებული მედიკამენტი, პეგილირებული ინტერფერონი და რიბავერინი, რომელიც C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, დღეიდან 60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. თბილისში აღნიშნული პრეპარატის იაფად შეძენა მხოლოდ იოსებიძის ქუჩა ნომერ 60-ში მდებარე PSP-ს აფთიაქშია შესაძლებელი. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში და საშელახსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე PSP-ს აღნიშნულ ფილიალს ეწვივნენ და მედიკამენტის გაცემის პროცესს დაესწრნენ. 1295 პაციენტს უკვე აქვს მიღებული კომისიის დადებითი დასკვნა და მათ უკვე შეუძლიათ დღეიდან 60%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. დღეს დაიწყო უშუალოდ მედიკამენტების გაცემა და დღეს დილით 11 საათისთვის 7 პაციენტს უკვე ქონდა მიღებული მედიკამენტი. ამ მედიკამენტით, რომელიც დღეს თქვენ ნახეთ, ჩვენ უკვე მკურნალობთ 172-ზე მეტ პაციენტს პენიტენციურ სისტემაში. გვაქვს ძალიან მაღალი ეფექტიანობა გამკურნების თვალსაზრისით. პირველი პაციენტების საკონტროლო ჯგუფმა უკვე კვლევები გაიარა და ვნახეთ, რომ მკურნალობას აქვს კარგი შედეგი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრამა უკვე არის ძალიან წარმატებული.